მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, იურისტი, მასთან უნდა განვაგრძოთ საუბარი. მოგესალმებით ქალბატონო მარიკა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მთელი დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას ცის მიღების მოლოდინი მაინც ჰქონდა საზოგადოებასაც და მედია საშუალებებსაც გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფრო მეც განმარტავდნენ თითქოს გვეგონა იმ ადამიანების დაბარებასთან დაკავშირებით რომლებიც მოწმის სახით გამოკითხეს რას ვხედავთ ახლა ჩვენ იმ განცხადებებისაც რომელსაც 2 დღეა ვისმენთ კობახიძემ კრიმინალადაც კი შერაცხა ქვეყნისთვის მაზიანებელია განცხადებები რომელიც BBC-სთან გაკეთდაო და პარალელურად სუში მედიკოსებს, რომლებმაც გამოიკვლიეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც დაშავდნენ საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ უკვე ვხედავთ ასე ვთქვათ BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა გვანახა უმძიმესი სურათი ფაქტობრივად გაგვიახლა ის რაც ვიცოდით ისედაც ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებმა ვინაიდან იქვე გაზის გაშვების დროს და ამ წყლის ჭავლის გამოყენების დროს თითოეული ადამიანი ვინც იქ ვიყავით ვამბობდით ამას მაშინვე რომ რაღაცა სხვა ნივთიერება იქნა გამოყენებული იმიტომ რომ მას ჰქონდა საკმაოდ მძაფრი რეაქცია იმთავითვე როგორც კი შესხურება ხდებოდა და შესუნთქვა ხდებოდა და ასევე შემდგომაც უკვე დაკვირვებებმა აჩვენა რომ გამოვლინებები იყო. ამ გამოძიებამ ამ საგამოძიებო სიუჟეტმა კი გვანახა რომ თურმე ოცნება ყოველგვარ ზღვარს გასცდა როგორც სამართლებრივ ასევე მორალურ ჩარჩოებში და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდოდ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ქიმიური ნივთიერება რომელიც აკრძალულია. BBC-ის გამოძიების შედეგად ჩვენ ვხედავთ რომ ოცნება დადგა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე, იმიტომ რომ აქ ერთმანეთსგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური პასუხისგებლობა და პოლიტიკური საკითხი და სამართლებრივი პასუხისგებლობა და სამართლებრივი საკითხი. მოდი დავიწყოთ სამართლებრივი თვალსაზრისით და აქ უფრო მოზომილი ვიქნები, იმიტომ რომ შეფასებების ნაწილში, რადგან ჯერ შიდა გამოძიებები არ არის ასე ვთქვათ ხელშესახები. დავიტყვი რომ BBC-ის გამოძიებაზე დაყრდნობით მაღალია იმის ალბათობა რომ შესაძლოა ჩადენილი იყოს დანაშაული მათ შორის ისეთი რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის შიდა მიმართულებით და ეს შიდა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი და ეს არის ქიმიური ნივთიერებების გამოყენება რომელიც არ დაიშვება იმ კონვენციით რომლის ხელმომწერიც ჩვენ ვართ და რომლის მხარეც ჩვენ ვართ და რომლის ფარგლებშიც დაუშვებელია ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენება ხომ და ეს იწვევს ერთის მხრივ შიდა პასუხის გებლობას, რასაც ქვია ამ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის გაყოლა და მეორეს მხრივ საერთაშორისო პასუხისგებლობასაც, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად კაცობრიობის წინაშე მიმართული დანაშაული, რომელიც საკუთარი მოსახლეობის მიმართ გამოიყენა იარაღი. თან გამოიყენა იმ ძალამ, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხალხს წინა საარჩევნოდ არწმუნებდა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობა და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას, ხო? ამ დროს მას შეიძლება უკვე პასუხისგებლობის ზომად ჰქონდეს ქვეყნის შიგნითაც გასამართლება, სისხლის სამართლებრივი წესით, სამართლებრივ ნაწილში და ასევე საერთაშორისო მიმართულებით მათ შორის ჰააგის ტრიბუნალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისგებლობას, პოლიტიკურ ნაწილში აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პირველი ეს ძალა უკვე უნდა აკეთებდეს ისეთ განცხადებებს, გადადგომას, ახალ არჩევნებს ნიშნავდეს და ასე შემდგომ, იმიტომ რომ როდესაც შენ ასე მტკიცებულებებით გაჯერებული, ასე ვთქვათ, ეჭვი წამოგიჭრეს და დაგიყენეს, შენ ან უნდა უტყუარი მტკიცებულებებით ეს ყველაფერი გააბათილო, ან აიღო პოლიტიკური პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე. რატომ არ იდება უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც წესით რთული გასასაჯაროებელი არ არის, ხო? მინისტრის ბრძანებიან ხელმოწერიანი დოკუმენტი, რომელშიც იქნება ჩამონათვალი, რომელიც სპეცსაშუალებები იქნა გამოყენებული საპროტესტო აქციების დარბევის დროს. კი ბატონო, აი სწორედ აქ მივდიოდი, 2 დღეა ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ მოცემულობის წინაშე დგანან და ჯერ ვერ აურჩევიათ ტაქტიკა, რომელ ტაქტიკას გაყვნენ, რომ რომელი იქნება მათთვის მათი გადასახედიდან გადამრჩენელი, ხო? იმიტომ რომ უმძიმეს დანაშაულზეა საუბარი და უმძიმეს რეალობაზე არის საუბარი, რა დროსაც რაც ფაქტობრივად გარკვეულ მომენტებში თავადვე აღიარეს, ხო? ჩვენ თუ გავიხსენებთ 1 წლის წინ დარახველიძის განცხადებას, რომელთაც მან დაადასტურა, რომ სხვა ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, ნამდვილად და შერევას ჰქონდა ადგილი და ასევე გომელაურის გუშინდელ განცხადებას, რომელთაც მან აღიარა, რომ კი ეს ნივთიერებები, რაც სიუჟეტში იყო ნახსენები, შინაგან საქმეთა მინისტრს გააჩნდა. თუმცა დღეს გელაძემ თქვა, რომ გომელაურს აერია.
ხო, გომელაურს კი არაერია თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ ტაქტიკაში ერთის მხრივ თუ რა ტაქტიკა გამოიყენონ თავის დაცვის მიზნით, იმიტომ რომ გუშინ თავსაც ესხმოდნენ და საჩივრების შეტანაზე საუბრობდნენ და დღეს დაიწყეს შიდა გამოძიება. ხო, BBC-ს წინააღმდეგ დღეს დაიწყეს შიდა გამოძიება, ხო? აქ არის მნიშვნელოვანი რა ფაქტია, რომ რაღაცა ნივთიერებების შერევას ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რომ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში დაუდგათ ჯანმრთელობის მოშლა და მათ შორის სისტემური ხასიათი მიიღო ამან და ბევრი ადამიანი საუბრობს ერთი და იგივე ნიშნებზე, რომელიც მათ გადაიტანეს და რომელიც სამკურნალო გახდა. მე გუშინ დავწერე პოსტი, რომლის ფარგლებშიც მოუწოდე მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი, ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, მომმართონ და მომაწოდონ ეს თავიანთი ფორმაასები, რომელიც იმ დროისთვის გააჩნდათ, თავიანთი მკურნალობის და ჯანმრთელობის გაუარესების ამსახველი დოკუმენტაცია, იმიტომ რომ აქ არის ორი მიმართულებით სამუშაო. პირველი ეს არის, რომ ნამდვილად მოხდეს ყველა მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტირება და მეორე დადგეს პასუხისგებლობა, ხო? ერთი არის, რომ ამ ადამიანებს სამართლებრივი მექანიზმებით დაუდგეთ სამართლიანობა და ასე ვთქვათ კომპენსირება რაღაცა დოზით მიიღონ კომპენსაცია და მეორე არის რომ აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისგებლობა იმ ადამიანების, იმ თანამდებობის პირების, რომელმაც ეს დაუშვა და რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ხო? ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ ხდება არც ერთ ნორმალურ სიტუაციაში და რეჟიმებშიც კი გამოხშირვით ხდება, ანუ რეჟიმებშიც კი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება და მით უმეტეს ქიმიურის ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება არც ერთ შემთხვევაში. სამართლებრივი ნაწილი რომ ამოვწუროთ, გულისხმობ თქვენს მიმართვას დაზარალებული მოქალაქეებისადმი, სარჩელი მომზადდება შიგნით ქართულ სასამართლოებში წასაღებად, თუ ეს სარჩელი პარალელურად მომზადდება ადამიანის ევროპულ სასამართლოში წასაღებად. ეს ორივე რა თქმა უნდა ერთმანეთს არ გამორიცხავს, თუმცა დავას როგორ აპირებთ ქართველი ხალხი საქართველოს წინააღმდეგ ასეთი დავა შეიძლება მორიგი ვიხილოთ? კი ბატონო, ნახეთ აქ არის ორი მიმართულება, ერთი არის სისხლის სამართლის მიმართულება, სადაც დანაშაულის გამოკვეთა არის და მეორე არის სამოქალაქო მიმართულება, სადაც ზიანის ანაზღაურებაზე და სარჩელზე შეიძლება ვისაუბროთ, ხო და ეს ორივე არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მას შემდგომ რაც მე მოვაგროვებ მტკიცებულებებს და რაც მე ადამიანები მომაწვდიან ამ მტკიცებულებებს, გამოჩნდება თუ რამდენი ადამიანია და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს, ამ ადამიანებთან შეთანხმებით ჩვენ ვიმოქმედებთ, მე დავეხმარები მათ ამ სამართლებრივი ნაწილების აღსრულებაში, ასე ვთქვათ და სამართლებრივი მიმართულებით სწორ მოქმედებებში. შეიძლება გახდეს საჭირო პირველ ეტაპზე მაგალითად პროკურატურისათვის მიმართვა ამ მტკიცებულებების ფარგლებში, რომ ამის შემდგომ ეს არის პირველი წინაპირობა იმისა, რომ თუ აქ არ დადგება შესაბამისი შედეგი, მერე წავიდეს ის უკვე საერთაშორისო ასპარეზზე და ეს იქნება სტრასბურგი თუ ეს იქნება ჰააგა, ესეც კიდევ გადასაწყვეტია. ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებ, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მე მას შემდგომ რაც მექნება სრული სურათი, დოკუმენტირებულად ასახული ყველაფერი ამ ადამიანებთან ერთად გადავწყვეტ როგორ თუ არა უკვე გამოხმაურება თქვენ სანამ ეთერში შევიდოდით და ამბობდით, რომ უმძიმეს ისტორიებს ვისმენდი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. აქ თუ არა მზაობა, ჩვენ ნაწილი, ჩვენი მაყურებელიც ისმენდა ადამიანთა ნაწილის მზაობას დაიწყოს დავა ქართული ოცნების წინააღმდეგ. თქვენთან თუ არიან უკვე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან? განსაკუთრებით ამ შანტაჟის პირობებში. ეს პოსტი და უკვე 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ნაწილ მათგანს აქვს უკვე თავისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ნაწილ მათგანი დავაკვალიანეთ თუ როგორ უნდა მოიპოვოს ეს მტკიცებულებები და ეს დოკუმენტაცია და გრძელდება ყოველწუთიერად გამოხმაურება. აქაც ჯანმრთელობის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ქალბატონო მარიკა. ანუ სხვადასხვა კატეგორიის პრობლემებზე არის საუბარი და საკმაოდ მძიმე პრობლემებზე არის საუბარი. მათ შორის ყველაზე მძიმე, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ეს არის ანევრიზმა, რო გაუსკდა ადამიანს სწორედ ამ აქციებზე ყოფნის შემდგომ არის სმენის დაქვეითება და სმენის დაკარგვა რიგ შემთხვევებში, არის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, სასუნთქ გზებთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები და ალერგია მათ შორის, ალერგია და გამონაყარი, ანუ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებენ ადამიანები. ამ ყველაფრის დაჯგუფებას მე მოვახდენ სამართლებრივ ნაწილში, თუმცა აუცილებლად ჩვენი პარტია ახალის ჯანდაცვის ოფისთან ერთად და სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად ასევე მოხდება ამ ფორმაასების და
გამოცემულობის შეფასება და ერთიანი მსხვილი დოკუმენტი მომზადება, მერე რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. გააჩნია რას გადაწყვეტენ ეს ადამიანები ბრძოლის რომელ ტაქტიკას აირჩევენ, იმიტომ რომ აქ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას მიიღებენ სწორედ ეს ადამიანები, რომლებსაც კითხვაზე რო გავცე პასუხი, ნამდვილად აქვთ მზაობა, არათუ მზაობა, არამედ მოთხოვნა, რომ სამართლიანობა აღსრულდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ დრომდე, ბევრი მათგანი მეუბნება და მიყვება პირად საუბრებში, ამ დრომდე ებრძვიან ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც გამოწვეული იქნა სწორედ აღნიშნული დარბავების შემდგომ და დაეწყო თან მოულოდნელად და ხშირ შემთხვევაში ანალიზებში რომ საერთოდ არ ჩანს. ამიტომ მე თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ, ყველა ის ადამიანი, ყველა ის დემონსტრანტი, რომელიც იმყოფებოდა აქციებზე და რომელსაც ნოემბერ-დეკემბრის შემდგომ მიაჩნია, რომ გაუარესდა ჯანმრთელობა და უკავშირებს სწორედ აღნიშნულ გამოფრქვევებს, ასე ვთქვათ, და აქციაზე გაშვებული გაზის სუნთქვას თუ წყლის ჭავლის შემეხმიანეთ მოქმედების დროა ნამდვილად ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელსაც აუცილებლად გვჭირდება რეაგირება და რომელიც აუცილებლად ასე ვთქვათ, უნდა ვიმოქმედოთ ყველანაირი მიმართულებით და აქ ნიუანსი მინდა ხაზი გაუსვა. იმიტომ რომ იქ მარტო დემონსტრანტებზე არ არის საუბარი. პირველი სკოლა მდებარეობს იქ, ხოლმე შემეხმიანა მოქალაქე, რომელიც საერთოდ არ იყო აქციაზე და რომელსაც მძიმე პრობლემები გამოუვლინდა და უბრალოდ მეორე დღეს ერთ-ერთი ეკლესიის უკან სამუშაოს ასრულებდა, სამსახურში გამოცხადდა და მასაც დაემართა ეს პრობლემები ზუსტად იგივე სიმპტომატიკით. სკოლები და ბაღები, რომელიც ახლო პერიმეტრზე მდებარეობს, განსაკუთრებით საგანგაშოა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თუ ეს ასე მოხდა, მარტო დემონსტრანტები კი არ გაწირეს, ბავშვები გაწირეს, აი ამ დაავადებებისთვის. მადლობა, მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი იურისტი იყო, დღის ამბების სტუმარი.